გაოგნებული ვარ ბატონო ლექსო რა. ნუ არ ვიცი, ალბათ არ ქონდა ინფორმაცია, ბატონ დავით, არ ვიცი. იმედია რომ ქონდა, თორე როგორ შეიძლება რომ ესეთი ადამიანი, როგორიც არის მაგალითად ეხა ეს ქალბატონი, ამაზრზენი ქალბატონი პირდაპირ მინდა თქვა, რომ საერთოდ ხმას იღებს და ზოგადად თუნდაც ჟურნალისტის მანტია აქვს მოსხმული. როდესაც პირდაპირ მოუწოდებს ეს ადამიანი სხვადასხვა სოციალური ქსელები იქნება თუ ტელევიზიები იქნება, მოუწოდებს რომ უნდა იყოს გეი, ანუ გეი აქტივისტს მოუწოდებს, გარყვნილობას მოუწოდებს, სიძვას მოუწოდებს. როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანი საერთოდ იყოს რაღაცა ამ ორ ქვეყანას შორის რაღაც დამაკავშირებელი ხიდი? როგორ შეიძლება? წარმოუდგენელია თან ვის ხვდება ხო საქართველოს დიასპორის ხელმძღვანელს რომელმაც პირიქით მაქსიმალურად უნდა იცადოს რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ეს ურთიერთობა ეს ხიდები მეტი და მეტი გააბას და როგორ უნდა გააბას ხიდები როდესაც აი ესეთი ადამიანები რომლებიც ავიცი ვიხმარ ბატონო ნიკოლოზ თქვენი მეტი არ გეწყინება ანუ მორალურად გახწინები არიან ეს ადამიანები და ამათთან ურთიერთობით რა ვიცი რა სხვა მაღალ მატერიებზე უნდა ილაპარაკონ. აი როგორ შეიძლება? თქვენ სწორედ აღნიშნეთ რომ მაგალითად როდესაც ჩართავს ტელევიზორს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი იქნება თუ მათი მხარდაჭერები იქნება ნებისმიერი პარტიის ყველას გაუჩნდება ეს განცდა და ყველას გაუჩნდება საქილიკო საქმე და ნახე მერსისთან აქ ინტერვიუ ჩაწერილი. იმას ანუ თავარი შინაარსი დაიკარგება რაც შეიძლება ეხა გულით უყვება ბატონი დავითი რაღაცას და კონკრეტულს აცნობს ხო? მაგრამ ეს შინაარსი იკარგება. იმიტომ რომ ვინ არის ჟურნალისტი ვიღაცა ბოდის დამსიტყვას და ვიღაცა ვიგინდა რა რომელიც აქ რაღაცა კორექტულად ვილაპარაკოთ ბატონო. გამოდის არა შეურაცხყოფა არ მივაკეთოთ მე ძალიან ეს არის შეფასება. შეურაცხყოფა ერთ წუთი. ადამიანი როდესაც ცდილობს რომ რელიგია შენი რელიგია, შენი ისტორია შებღალოს. ის უკვე შენ უფლება გააქვს რომ შენი პოზიცია გამოხატო რა თქმა უნდა იმ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რასაც ყოველთვის გამოხატავთ. ეხლა შეურაცხყოფას ვაყენებ, რა თქმა უნდა, ის ნებისმიერ ან კრიტიკულად, როდესაც ვსაუბრობ, შეურაცხყოფას ვაყენებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რა ქვია, ანუ ვიღაცას ვაგინებ და ასე შემდეგ, ხო, მერტმა დამიფაროს, გინება ჩემი სტილი არ არის. უბრალოდ გულის ამრევია ეს ყოველივე, რასაც აი ამ ერთობლიობაში თუ შეხედავ ამ სურათს რა რომ უამრავი ქართველი შეურაცხყოფა პირველ რიგში ქართველი შეურაცხყოფა